ოჯახებში სიღარიბის მაჩვენებლის შეფასების და აღმოფხრის გზების მოძიების მიზნით გორის განვითარების სააგენტო ბრიტანულ უნივერსიტეტთან ერთად პროექტს ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ედიშერაშვილის ინფორმაციით, პროექტი ატენის თემში შემავალი სოფლების მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში ბრიტანული უნივერსიტეტის გუნდმა 40 ოჯახი გამოკითხა და დეტალური ინფორმაცია მოიპოვა მათი საჭიროებების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ. გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო, როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხრის საკითხებზე. ჩვენი ფოკუსი ძირითადად არის კვლევების წარმოება, შესწავლა ამა თუ იმ თემის, ამა თუ იმ ჯგუფის იქ არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების იდენტიფიცირება და შემდეგ შესაბამისი პროგრამების, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით, აი დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ადამიანების სამეწარმეო უნარების და კომპეტენციების განვითარება. ამ შემთხვევაშიც ჩვენს პარტნიორებთან, ბრიტანულ უნივერსიტეტთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ათრევას ხეობაში, ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომლითაც დაადგინა ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევები და მომავალში ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ აი ამ ხეობის განვითარების მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ისინი ხედავენ საკუთარი ასე ვთქვათ თემის განვითარებას ტურიზმის მიმართულებით და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ხელს შევუწყობთ ამ ხეობის პოპულარიზაციას, მარკეტინგული მიმართულებით ვიმუშავებთ უნივერსიტეტთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას გადავამზადებთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის სიღარიბის კვლევის პროექტი, სიღარიბის გამოწვევების მიზეზების და ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტზე შევაჩერეთ არჩევანი, მეორე წელი ამ პროექტს ვახორციელებთ. და ამ კონკრეტულად მდინარე ათრევას ხეობაში დეკემბერში ჩავატარეთ კვლევის პირველი ეტაპი, დაახლოებით 44 ოჯახი გამოვიკვლიეთ სამ სოფელში და ახლა თებერვალში ქონდა კვლევის მეორე ეტაპი, რომელიც პირველი ეტაპის შედეგებიდან გამომდინარე უკვე კონკრეტული შეთავაზებებით მივედით ოჯახებთან. ეს გულისხმობს სამი მიმართულებით ოჯახების დახმარებას, ეს არის დასაქმების ხელშეწყობა, არის გადამზადების კურსები და არის ასევე ეგრეთ წოდებული მიკროფრენჩაიზი, რომელიც ოჯახებს საშუალებას აძლევს საკუთარი ცოდნის გამოცდილების და უნარების გამოყენებით შემოსავლის დამატებითი წყაროები გააჩინონ და ეს არის კვლევის მეორე ეტაპი, მოკლედ ესე ჩამთავრდა, უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები.